შია თბილისში ცნობილი ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლობა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პირველი მაღაზია პეკინის 4 ნომერში განთავს და იქ ქალისა და მამაკაცის ასევე ბავშვების ტანსაცმელი, აგრეთვე აქსესუარები გაიყიდება. ფასები კი შეღავათიანი იქნება. პიკოქს ბრიტანეთში არსებობის 127 წლიანი ისტორია აქვს. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150 მაღაზიას ფლობს. ბრენდის ქართული წარმომადგენლები სეზონურად წლის განმავლობაში ფასდაკლებების აქციებს გეგმავენ. ახალი მაღაზია დღეს თბილისის მერმა გახსნა. გიგი უგულავა იქ დასაქმებულ 30 ადამიანსაც შეხვდა. Liana ეს კომპანია, რომელიც სომხური ინვესტიციით არის დაფუძნებული, მეორე და კიდევ ორი მაღაზია დაემატება, ჯამში 250 თბილისას დაასახმებს. ეს არის კარგი პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსისთვის, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზაციას. პრივატიზაცია ასეთ შემთხვევაში არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ გაჯანმრთელდეს სიტუაცია, ნებისმიერ შენობას იქნება თუ ბიზნესს გაუჩნდეს მეპატრონე, ჩაიდოს კერძო კაპიტალი და პირველ რიგში რა თქმა უნდა ისევ და ისევ ეს უბრუნდება თვითონ თბილისის დასაქმების კუთხით. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ჩვენი წარმომადგენლობა გაიხსნა. ამ მაღაზიის თბილისში გახსნა კარგი დასაწყისია. მომავალში საქართველოში კიდევ გეგმავთ რამდენიმე მაღაზიის გახსნას. მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას და შეღავათიან ფასებს შევთავაზებთ.